ტატიშვილის ახალ სამედიცინო ცენტრში პაციენტების მიღება დაიწყო. კლინიკაში უკვე პირველი ოპერაცია ჩატარდა. სამედიცინო დაწესებულებაში როგორც ქირურგიული, ასევე სტაციონარული და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურებაა შესაძლებელი. ცენტრში ბავშვთა განყოფილებას ფუნქციონირებს. კლინიკა უახლესი სადიაგნოსტიკო ლაბორატორიითა და თანამედროვე სამედიცინო აპარატურითაა აღჭურვილი. სოფო ხანაშვილი გიამბობთ. ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომია ან ნაღვის ბუშტის უსუსხლო მეთოდით ამოკვეთა. ტატიშვილის ახალ სამედიცინო ცენტრში პირველი ოპერაცია ჩატარდა. ცენტრი დღეიდან უკვე მზად არის პაციენტებს სხვადასხვა მიმართულებით ქირურგიული მომსახურება გაუწიოს. დღევანდელი ოპერაციით საფუძველი ჩაეყარა დავით ტატიშვილის ცენტრში ენდოსკოპიური ქირურგიის განვითარებას. აქ შესრულება პრაქტიკულად ყველა ენდოსკოპიური სხვადასხვა პროფილის ოპერაციების გინეკოლოგია, ზოგადი ქირურგია, ორთოპედია, ტრaumatologია, უროლოგია. ტატიშვილის ახალი სამედიცინო ცენტრი უკვე 3 კვირაა სრული დატვირთვით მუშაობს. ცენტრი ყველა სოციალურ ფენაზეა გათვლილი და პაციენტებს როგორც ქირურგიულ, ასევე სტაციონარულ და ამბულატორიულ სამედიცინო მომსახურებას თავაზობს. აქ მოსულ პაციენტებს აქვთ შესაძლებლობა მიიღონ ყველა სახის სერვისი, დაწყებული ულტრათანამედროვე ლაბორატორიული და ეკოსკოპიური კვლევებიდან, დასრულებული ყველა პროფილის ქირურგიული ოპერაციებით, რომელსაც ატარებენ საქართველოს წამყვანი სპეციალისტები. ჩვენ მემსახურებით ყველა სახის სადაზღვეო პაკეტის მქონე პაციენტებს და ეს შესაძლებლობას აძლევს ნებისმიერი სოციალური ფენის წარმომადგენლებს, რომ მიიღონ მაღალხარისხიანი და კვალიფიციური მომსახურება ჩვენს კლინიკაში. ცენტრში ბავშვთა კლინიკაც ფუნქციონირებს. ამბულატორიულ მომსახურებასთან ერთად სპეციალურად ბავშვებისათვის 16 ადგილიანი სადღეღამისო სტაციონარიც მუშაობს. პედიატრიული სამსახური თავაზობს პაციენტებს მომსახურების სრულ კურსს. ეს არის როგორც ამბულატორიული, ისე 24 საათიანი სტაციონარული მიმართულებით. აგრეთვე გარდა მკურნალობისა ჩვენ თავაზობთ რეაბილიტაციას, აღდგენით მედიცინას და პროფილაქტიკურ მედიცინას. ძალიან გამეხარდა, რომ აი ესეთი ცენტრი გაიხსნა საერთოდ, იმიტომ რომ არის არაჩვეულებრივი სიტუაცია ბავშვების, ყველანაირად ბავშვზე მორგებული. ბავშვი თავს გრძნობს ისე როგორც სახლში. ახლად გახსნილი ლაბორატორია მსოფლიოში სადიაგნოსტიკო აპარატურის ერთ-ერთი ლიდერი წარმოებლის, როშის დიაგნოსტიკის ანალიზატორებითაა აღჭურვილი. ზუსტი შედეგების მისაღებად ლაბორატორიაში სპეციალურ საკონტროლო ხსნარებს იყენებენ. მიღებული შედეგები გადასამოწმებლად გერმანიაში სათაო ოფისში იგზავნება. ანალიზატორები მუშაობს ავტომატურ რეჟიმში, რაც გამორიცხავს ნებისმიერ შეცდომას ანალიზის მსვლელობაში. გარდა ამისა, ადგილზე ფუნქციონირებს ინტეგრირებული მართვის სისტემა ლაბორატორიის, რაც უზრუნველყოფს პაციენტზე ნებისმიერი ინფორმაციის გაცვლა-გამოცვლას ლაბორატორიასა და კლინიკას შორის. ტატიშვილის ახალი სამედიცინო ცენტრი, რომელიც სამართს გაიხსნა პაციენტების მისაღებად მზადაა.